და ვიდრე რეჟიმი უდანაშაულო ხალხს ციხეში სვამს, მისი ჩინოვნიკები აღიარებით ჩვენებებს წერენ უკანონო მილიონების შესახებ, გელათი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. ევროპა ჩვენი სახლის დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში გელათიდან აქვეყნებს ფოტოს და წერს. მხატვრობის ბათქაშის დეტალები, მარილის ღრუბლები, ძალოვანი ხარაჩოს ბარიერების მიუხედავად იატაკამდე აღწევს. ამ ფონზე თიკა რუხაძე 100,000 ლარიან ტენდერს აცხადებს კლიპის გადასაღებად, რომლის პროპაგანდისტულ არხებზე ხშირი ტრიალით უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ აქ ყველაფერი იდეალურად მიდის. თორნიკე ბარათაშვილი არის მზად, რომ უპასუხოს ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით, ბატონო თორნიკე. ძალიან მძიმეა რეალობის ყოველჯერზე ყურება, ეს ფოტო ახალია, როგორც ხვდები. მითხარით რა ნახეთ ადგილზე და რა მდგომარეობაშია გელათი, რომლის საუბრისას რა თქმა უნდა, ემოციას ვერც ერთი საქართველოს მოქალაქე ვერ იკავებს, როცა ასეთ მდგომარეობაში უყურებს ამ ყველაფერს. როდინდელია ეს ფოტო, ვინ გადაიღო და რა დაგვხვდათ ადგილზე? მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის, გელათი ყოველთვის იმსახურებს ალბათ ყურადღებას და კარგია, რომ ეს ყურადღება ყოველთვის არსებობს. პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევით და გამძლეობას და თავისუფლებას ვუსურვებ ტყვეებს, რომლებიც ახლა განთავსებული არიან საჯელახსრულების სხვადასხვა დეპარტამენტებში. ეს არის გამოხატულება მძიმე რეალობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არის. სურათი გადაღებულია გუშინ საღამოს ჩვენს მიერ. ჩვენ უკვე 5 წელია ამ ვითარებას ვადევნებთ თვალს და ვცდილობთ ვიბრძოლოთ გელათის გადასარჩენად სხვა ადამიანებთან ერთად, სხვა ჯგუფებთან ერთად, თუმცა რეალობა ესეთია. ცოტა გვიან შემოგესწარით და თქვენ აღნიშნეთ, მე მგონი, სამინისტროს მცდელობა, რომ არსებული მძიმე ვითარება შეფუთოს რაღაც PR აქციებით, რაც პირველი შემთხვევა არ არის, პირველი შემთხვევა არის ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ქალბატონის დე-ფაქტო მინისტრის მხრიდან, მაგრამ ამ 5 წლის მანძილზე ჩვენ იგივე ტიპის მცდელობებს ვადევნებდით თვალყურს. მცდელობები, რა თქმა უნდა, არის შინაარს მოკლებული და ვერანაირი შედეგის მიღწევა კუთხით ვერ შეიძლება. ერთადერთი მიზანი არის საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა და ამაში ახლა სამწუხაროდ 110,000 ლარს გვახტევინებენ გადასახადის გადამხდელებს. რაც შეეხება იქ არსებულ ვითარებას, სურათზეც კარგად ჩანს, რომ სულ რაღაც 2 წუთის მონიტორინგის შედეგად აღმოაჩინეთ ნაწილაკები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალოვან ხარაჩოს აქვს არაერთი სართული და ბარიერად არის პრაქტიკულად ქცეული, რომ იატაკამდე არ ჩამოვიდეს ეს მტკიცებულებები, მაინც აღწევს, მაინც თვალნათელია სურათი, რომ არა დაარჩერდება ის მძიმე პროცესი, რომელსაც 5 წლის მანძილზე ვადევნებთ თვალს და რაც გამოიხატება ორიგინალური მხატვრობის ფენის დაშლაში, ბათქაშის ფენის ჩამოშლაში, გამომარილების ასე ვთქვათ დეტალებსაც ხედავთ სურათზე და ეს არის მხოლოდ ერთდღიანი მონიტორინგის შედეგი და თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება და რა არის მიმდინარე ვითარება გელათის მონასტრის ერთ მოხატულ ტაძარში. ამ შემთხვევაში საუბარია ძირითად ტაძარზე. საერთოდ ავიწყდება ყველას, აი რაც კადრში ახლა ჩანს, ასევე წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც იგივე იდენტურ პრობლემებშია გახვეული და 5 წლის მანძილზე იმ უხარისხო დროებითი გადახურვის გაკეთებაც ვერ მოხერხდა, რაც გააკეთეს 2025 წლის ივნისის თვეში გამოაცხადა რუხაძემ დასრულებულად და რომელიც სინამდვილეში დასრულებული დღემდე არ არის. ამდენადაც კედლების შეფუთვასაც ითვალისწინებდა პროექტი და კედლებს ვერ ფუთავენ მარტივი მიზეზით, რომ შეუძლებელია ჰაერგაუნდარი იმ ტენტის, რომელიც წარმოადგენილია გელათში, ამ ტენტით შეიფუთოს სრულად შენობა, რამდენადაც იქ უკვე საუბარი არის ქვის ფასადის ქვის დაზიანებაზე ხანგრძლივ პირობებში. ასე რომ ეს მასალაც გამოუსადეგარი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის მანძილზე ცდილობდნენ, რომ მოეძებნათ ახალი კონცეფცია დროებითი გადახურვისთვის. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მთლიანად იყო იგნორირებული პროფესიული აზრები, ექსპერტები, რომლებიც აგვირდებოდნენ ამ პროცესს და ჰქონდათ თავიანთი შენიშვნები. მოკლედ, ყველაფერი ეს მიდიოდა იქეთ, რომ როგორმე შეფუთულიყო გელათის პრობლემა იმგვარად, რომ საზოგადოებისთვის არ ყოფილიყო ეს რეზონანსული და როგორმე მიჩქმალულიყო როგორც პრობლემა. რა თქმა უნდა, თავი ჭირს ვერ დამალავდა და დღეს
გელათის მდგომარეობა ისევე როგორც შემიძლია ჩამოვთვალო არაერთი ძეგლის კულტურული მემკვიდრეობის სივრცეში არის უმძიმეს მდგომარეობაში. თქვენ იცით რომ სვეტიცხოველში მიმდინარე წელს რამოდენიმეჯერ ჩამოვიდა წყალი, აი ამ კლიპის მიზანი ასევე არის ალავერტში თითქოს იდეალური მდგომარეობის წარმოჩენა და იცით რა ხდებოდა წლების მანძილზე ალავერტში, როგორ გაიცემოდა მშენებლობის ნებართვები და პრაქტიკულად დარღვეული ავთენტური გარემო აშენებულია ეგ რაღაც ბიზნეს ობიექტები ალავერტის მიმდებარედ. იცით რა მდგომარეობაშია ჯვრის მონასტერი, ჩვენ საუბრობდით ნიკორწმინდის სახურავზე, რომელიც 2019 წელს ეგრეთ წოდებული რეაბილიტაციის ქვეშ მოიქცა და არის მძიმე მდგომარეობა. საუბარია აჭის მონასტერზე, საუბარია ქოროღოს კოშკზე, საუბარია ყინწვისზე და ეს არის ძალიან გრძელი. ამით დგინდება ის, რომ ამ ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობა იმ თავითვე არ აინტერესებდა და არ ვიცი ახლა როცა ერი თავის ისტორიას ივიწყებს, მაშინ იწყება მისი განადგურებაო და ეს ფორმულა არის მათგან ალბათ საუკეთესოდ ათვისებული და შეიძლება მიზანმიმართულიც დავარქვათ ამ ყველაფერს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხედავთ რა ხდება მუნიციპალური განვითარების ფონდში და ეს იყო ერთ-ერთი ინსტიტუცია, რომელიც ამ წლების მანძილზე ეგრეთ წოდებული რეაბილიტაციის პროცესს აწარმოებდა. გელათის მონასტერში 2023 წლის აპრილში შეიქმნა კომიტეტი, მას შემდეგ რაც წულუკიანმაც ვერ უშველა თავის საჯელახსრულების დაწესებულების სტანდარტებით გელათში პრობლემების მიჩქმალვის ამ ამბავს და ღარიბაშვილი შექმნილია ეს კომიტეტი, რომელიც გელათში დადიოდა, ორჯერ იყო სულმოსული და თურმე რაზე ფიქრობდა, როგორ გაემდიდრებინა თავისი სეიფი ოქრო ვერცხლით და ქეშით, რაც იხილა როგორც საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილმა, ისე ხელისუფლების ხარდამჭერმა ნაწილმა და რატომღაც თითქოს ეს ყველაფერი არ მომხდარა. ასე რომ ლოგიკურია ის, რაც გელათში ხდება, ლოგიკურია ის, რაც კულტურული მემკვიდრეობის სივრცეში ხდება, რადგან ის მითი, თუ კი ვინმე სჯეროდა ქართული ოცნების ეროვნულობის, მართლმადიდებლობის, ქართველობის შესახებ, სწორედ მათ შორის გელათში დაიმსხვრა, რამდენადაც საპირისპიროდ მას ჩვენი საუნჯე პრაქტიკულად და მისი მხატვრობა და ფერწერის ფენა განადგურების პირას მიიყვანეს. ეს მძიმე ვითარებაა დღეს გელათში და სამწუხაროდ გამოსავალი არ ჩანს, რამდენადაც თვეებია კომიტეტს არანაირი განცხადება სიახლეებზე, არანაირი განცხადება ბანოთორნიკა, ეს უნდა მეკითხა, თქვენ ძალიან ვცდილობთ რომ დააპდეითოთ საზოგადოება, ანუ ახალი ინფორმაცია მიაწოდოთ და ეს სამწუხაროდ გელათიდან მოწოდებული ყველა ჯერზე ფოტო იქნება, ეს კადრი თუ ინფორმაცია ადასტურებს ერთ რამეს, რომ გელათი ნადგურდება და ვერ ნარჩუნდება ამ დროისთვის. არც მცდელობას აქვს ადგილი, აღარც, ანუ თქვენ ახსენეთ რომ რეაგირებაც მხოლოდ კლიპებია, მხოლოდ მოტყუება საზოგადოების, თუ რამე პროცესი ადგილზე, თქვენ კამერის გარეშეც გაქვთ ადგილზე გასაუბრების საშუალება, დაკვირვების საშუალება, რამე იმედის მომცემი ჩანს ისეთი, რომ ვიღაცა ზრუნავს ახლა ამ საკითხის დაუყოვნებლივ გადაჭრაზე ისე, რომ ეს შედეგს მოიტანს. იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რამ ვნახეთ გელათის ირგვლივ, თქვენ გადახურვაც ახსენეთ, კომისიები, მერე პასუხისმგებლობის ერთი უწყებიდან მეორეზე გადაბარება და საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახეთ, რომ რაც თქვენ აღწერეთ, მართლაც შემაშფოთებელი ამბავია, მიუხედავად რომ დამცავი შრეები აქვს, რომ ქვევით არ ჩამოაღწიოს ბათქაშმა თუ ეს ნაწილებმა, ის ფაქტობრივად იატაკიდან აიღეთ თქვენ როგორც ხვდები, ხომ? იატაკიდან აღებულ მასალას გადაუღეთ ფოტო. და შესაბამისად, ანუ ადგილზე რამე იმედის მომცემი სხივი არ არის. ანუ ეს პროცესი ასე გრძელდება და გაგრძელდება. ეს მიდიახ, წლების მანძილზე, როდესაც ჩვენ უყურებთ იმას, რომ პრობლემის შეფუთვა ხდება პირდაპირ დაგვის, ასე ვთქვათ, მეთოდით, რომ ჩვენ მისვლამდე როგორმე იქნას ეს ყველაფერი იქიდან მოცილებული, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ გულწრფელ პროფესიულ მიდგომებზე, რომელიც მოწოდებულია პროგრესისკენ, ხო, გადარჩენისკენ და პოზიტივის შეტანისკენ ამ მძიმე პროცესში. რა თქმა უნდა, ეს თქვენ რაც ახსენეთ, ესეც სტრატეგია იყო, ხშირად პასუხისმგებელი რგოლების ცვლილება, ჩვენ რამდენი ჯგუფი ვნახეთ უკვე ძნელი ჩამოსაცვლელი ამ პროცესში. ესეც სტრატეგიაა, რომ სხვისი გაფრჩებულზე პასუხისმგებლობას ახალი ჯგუფი რა თქმა უნდა არ აიღებს და სწორედ ეს იყო ეს პოლიტიკური რაღაცა მანიპულაციური როქი გათამაშებული 2023 წლის აპრილში ღარიბაშვილის სხვათა შორის მონაწილეობით, რომელიც ამასობაში დარბოდა იორდანის სანაპიროზე, რომ გასანათლი მოეწყო, როდესაც თავზე გვეშლებოდა ჩვენ კულტურული მემკვიდრეობა გელათის სახით, ის დარბოდა
დაბრუნებოდა ის ერთხელაც არ მოსულა იმ პერიოდში გელათში, დაბრუნდა იორდანიაში და იქ რაღაც PR აქციებს გამდა, იბრუნებდა წმინდა მიწას, ხო? ეს წარმოუდგენელი რაღაცა პოპულიზმი, რომელმაც საბოლოოდ პირადადაც მიიყვანა დაღუპვის პირას ეს კონკრეტული პერსონა, თუმცა პერსონებში არ არის საქმე, როდესაც საუბარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაჩანაგებაზე და განადგურებაზეა, ახლა ეს ისტორია საერთოდ თუ დაეთყობა ძალიან უარყოფითად, ხო? მაგრამ რაც შეეხება პოზიტივს რო ხედავდეთ, ალბათ პირველები ვიქნებოდით, რომლებიც ვიტყოდით ამის შესახებ, მართლა ახლა ჩვენ არანაირი სხვა мотиваცია და ინტერესი. გელათის გადარჩენის გარდა, დიახ, გასაგებია. გუშინ ცოტა უცნაური იყო, ესეთები აღარ გვწყინს დიდი ხანია, მაგრამ გუშინ მკითხეს იქ წვიმაში მისულებს, რომ წვიმაში მაინც რა მოგიყვანათ, ალბათ რაღაცა ფინანსური мотиваციები გაქვთ და მე უპასუხე, რომ ღარიბაშვილი გვიხდის თავისი სეიფიდან ფულებს. ხო და აი ეს მიდგომები წვიმაში რა мотиваცია გაქვთ და წვიმაში წყალი ჩამოდის თუ არა მარტივად რომ დაასკვნათ როგორც მოქალაქემ. თქვენ ახლა არ გაქვთ ცდების ჩატარების და დაკვირვების საშუალება, დარწმუნებული ვარ, ამდენი ხნით იქ არავინ გიშვებთ. დიდი ხანია ჩვენ ამ საკითხზე მუშაობ და ძალიან ბევრი შრე, რომელიც აქ დაზიანების გამოწვევი იყო, ჩვენი აღმოჩენილი და საზოგადოებისთვის მიწოდებულია, მაგრამ ერთი პარადოქსიც უნდა აღვნიშნო აქ. ამის აღნიშვნა შეიძლება თლად კორექტული არ არის მიმდინარე პროცესში, რასაც ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ, მაგრამ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ჩვენი ორგანიზაცია მაგალითად ახლა არის დაკვირვების ქვეშ ამ ვიღაც კორუფციონერის მიერ, რომელიც კორუფციას სწავლობს, რაზდემოკრატილის მიერ. და აგერ ღარიბაშვილის დეკლარაცია რომ შეამოწმა და ყველაფერი რიგზეა რომ გვეუბნებოდა და მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ ყველა პრობლემებში არის გახვეული, რომელიც გელათში მუშაობდა, ღარიბაშვილი, რომელიც ამ კომიტეტის დაარსების ინიციატორია, აგერ კრიმინალია პრაქტიკულად აღიარებული, ხო, მაინც დაველოდოთ იმის რა ქვია, მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ისედაც ხო, კარგად ვიცოდით წლების მანძილზე რა ხდებოდა, ხო, თქვენი სიუჟეტებით და თქვენი კოლეგების. ასე რომ და მოახერხეს ამათ, რომ ჩვენ ორგანიზაციას ამოწმებენ, რომელსაც ერთი თეთრი არ აქვს წლების მანძილზე თავის ბიუჯეტში და ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ გელათის მონასტერს აქვს ჩვენგან ეს შესაბამისი ყურადღება, რაც მინიმუმია, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასე რომ პოზიტივს ნამდვილად ვერ ვხედავთ ასევე პროფესიული წრეების მხრიდან აქტიურ მოქმედებებს, იმიტომ რომ 5 წლის მანძილზე ეს ღირსების საკითხი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პროფესიულ წრეებში, საკუთარი თავის პატივისცემა არის, როცა თავზე გეშლება კულტურული მემკვიდრეობა, ამ შემთხვევაში მხოლოდ გელათს არ ვსაუბრობ, მხოლოდ გელათზე და ბევრი მაგალითი ჩამოთვალე და კიდე მეტი ჩამოთვალე შეგვიძლია სხვადასხვა ძეგლებზე ვართ ნამყოფი და გვიმუშავია. როდესაც ჩვენ ამ დროს დუმილს ინარჩუნებ, ხო, ეს უკვე შენზეც მეტყოლებს ბევრს, ასე რომ ამ პროცესში უამრავმა ადამიანმა საკუთარი თავი გადაამოწმა და სამწუხაროდ ეს გამოცდები ვერ იქნა ჩაბარებული. ასე რომ ყველას ერთად ძალისხმევა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ხელისუფლება ეგრეთ წოდებული, რომელიც გიჩანაგებს ყველაფერს, სადღაც გააჩერო. და ამაში მხოლოდ რაღაც ერთი ჯგუფის, მცირე ჯგუფის, რომელიც დარტყმის ქვეშ არის ყოველდღიურად, ჩართულობა საკმარისი ვერ იქნება. ამიტომ ჩვენ ადამიანებს ღირსებისკენ უნდა მოუწოდოთ, თუკი ხა ის არ არის, რასაც ამაზონიდან და თემუდან გამოიწერ, მაგრამ აუცილებელია, რომ ადამიანები დაფიქრდნენ ზოგადად თავიანთ ცხოვრებაზე, თავიანთ ქვეყანაზე და ეს ვიცით, რომ კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ახლა ნავთობი რო გქონდეს, სხვა რამეებით ვიამაყებდით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი სიმდიდრე და ალბათ ერთადერთი, რითაც ჩვენ ვამაყობთ ამას გადაჭერას. აქ მინდა ვიკითხო მონიტორინგში ხელი გეშლებათ თუ არა? აი როცა თქვენ მიდიხართ შესამოწმებლად, დასაკვირველად მონიტორინგისთვის, ანალიზისთვის, ეს პროცესი ღიაა და არ არის ხელი შეშლა? კი, ანუ გახსოვთ ალბათ წულუკიანის გამონათქვამები, რომ ნუ დაბოდიალოთ ხარაჩოზე და ეს მაშინ მე მეძღვნებოდა, რამდენადაც ახლა სხვა გზას მე ვერ ხედავდი, საზოგადოება უნდა ჩაგვეყენებინა საქმის კურსი და რა თქმა უნდა ახლა რა ვიცი, სხვაგან ევროპაში არ ჩავთვლიდი საჭიროდ ხარაჩოებზე სირბის, რადგან იქ ყველაფერი ნორმალურად ამ თვალსაზრისით აქ საჭირო იყო ის აქტივობა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ამას არავინ არ ნანობს, რა თქმა უნდა. დღეს უკვე ეს წულუკიანმა შემოიტანა იქ საბჭოთა ასრულების დეპარტამენტის ასე ვთქვათ მიდგომები და პირდაპირ ბოქლომით ჩაკეტა ამას გულისხმობდი, რომ თქვენ არავინ მოგცემთ ახლა იქ ადგილზე დაკვირვების საშუალებას, თუ გაქვთ შესვლი, ანუ გაძლევენ ამის საშუალებას, ეს ჩემი შეფასება. შესვლა იქ შეზღუდულია მხოლოდ ლოცვის დროს, ანუ ლიტურგიის ჩატარების მომენტში არის შესვლა შესაძლებელი, თუმცა რა თქმა უნდა ხარაჩვები დაკეტილია, აქ არც ვაპირებთ ჩვენ ახლა იქ სირბის რამდენადაც ეს საჭირო იყო პრობლემის გამოსაკვეთად და უბრალოდ რეაგირებისთვის, მოწოდებისთვის, მაგრამ ხარაჩოზე სიარული არ არის აუცილებელი
შესაძლებელი იმისთვის, რომ დაადგინო რა მდგომარეობა არის უშუალოდ ტაძრებში. იქ ტენიანობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც ვერ ცვლის ეს მიდგომები, რაც მათ აქვთ. აქ საუბარია წმინდა გიორგის ეკლესიაზე, ასევე საუბარია იმაზე, რომ ზუსტად ახლა რა პროცესიც უნდა მიმდინარეობდეს, დიდი ხნის წინ უნდა იყოს ის დამაზიანებელი მასალები გამოტანილი სახურავიდან, რაც აზიანებს ახლა სინამდვილეში ვერ ცვლის შიდა კლიმატს, ხო? ეს არის ახლა რასაც ჩვენ ხედავთ დანაკარგის სახით, ეს ზუსტად იქედან არის გამოწვეული, რომ ერთ დროს დასრულებული სახურავის შიგნით არსებული სივრცე გამოყოფს ამ მარილებს და მუდმივად აზიანებს არსებულ მხატვრობას. ასე რომ ამას რაღაცა ყურებით შორიდან დრო ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს იმ დიდ ამ კუთხით, რომელიც ვერ იქნა და არ იქნა გამოყენებული 5 წლის მანძილზე. სწორედ ახლა ახალი დე-ფაქტო მინისტრის მიდგომა სწორედ ამას გამოხატავს, რომ ამათი მიზანი ყოველთვის პრობლემის მიჩქმევა იყო და არა მისი გადაწყვეტა, ასე ვთქვათ, გელათის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, იცვლებიან მინისტრები, იცვლებიან რგოლები, იცვლებიან კონკრეტული ინდივიდები და ვერ ხედავთ შედეგს და შედეგს ვერ ხედავთ და არც გვაქვს ამის მოლოდინი, რამდენადაც მიდგომები არ იცვლება და თქვენ იცით, რომ პირველი ვინც იყო ამ საქმეში ჩართული სააგენტოს ხელმძღვანელი, არა თუ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ის გადაალაბორანტეს, თუ ჩამოალაბორანტეს, თუ როგორც არის ახლა ეს რეგისტრები და გადაიყვანეს ტურიზმის სფეროში, ჩააბარეს ენგურჰესის ინფრასტრუქტურა ტურიზმის მიმართულებით. აი მაშინ მე მივხვდით და მანამდე ცხადი იყო, რომ აქ რამე პასუხისმგებლობებზე საკითხი არ იქნებოდა. ერთხელ არის საქმე აღძრული, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ფაქტი დაფიქსირებულიყო და საქმე აღძრული არის ფინანსური მიმართულებით, რა თქმა უნდა, როგორც აღიძრა, რომელიღაც ვასო ჩორგოლაშვილმა ეს საქაღალდე ძალიან ქვემოთ ამოდო იმისთვის, რომ კარგახანს არავის არ ამოეწია და არ ენახა თუ რა მოხდა სინამდვილეში. არა და ფინანსებზე როდესაც საუბრობთ, უხერხულია ფინანსებზე საუბარი გელათის კონტექსტში, რამდენადაც ფინანსებს ყოველთვის მოძებნის ნებისმიერი ტიპის სახელმწიფო, მათ შორის ისეთი გაჭირვებული როგორც საქართველოა, მაგრამ ვერ აღადგენ იმას, რაც დანაკარგია. მე-12 და მე-15 საუკუნის, მე-16 საუკუნის ფერწერის ფენას ბაგრატ მესამეს და დავით აღმაშენებელს ვერ გააცოცხლებდა დემეტრეს იმისთვის, რომ ის უკან აღდგეს, ასე რომ დანაკარგი არის უდიდესი, ახლა გამოწვევა არის არსებული შენარჩუნება და მეტასტაზირების პროცესი რამდენადაც ძალიან აქტიურია, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ეს ფოტოც ამის დასტური იყო. ასეთებს ჩვენ ძალიან ხშირად ვნახულობთ, უბრალოდ ყოველთვის საზოგადოებასთან ისე არ მიდის საკითხი, როგორც საჭირო, დატვირთულია ჩვენი საზოგადოება 1000 პრობლემით, ხედავთ ყოფნა არ ყოფნის და პრაქტიკულად ეგზისტენციალური საკითხები გვიდგას ქვეყანაში, ასე რომ ჩვენ გვეუფერხულება ხოლმე ყოველთვის ნამდვილად ყოფნა არ ყოფნის კი საკითხია გელათი, იდენტობის, ეროვნული, კულტურული იდენტობის საკითხია გელათი და ის ყოველთვის იმსახურებს ყურადღებას. მადლობა თქვენ